წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქუთაისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 22 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება. Ამ მიმართულებით პროცესი რამდენიმე ადგილას აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის არის მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეაბილიტაციის, ასევე გაფრინდაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლების გამაგრებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები. ეწყობა საყრდენი კედლები და საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე აქტიურ ფაზაში არის მდინარე ოღასკურის ნაპირსამაგრის სამუშაოები. გარდა აღნიშნული პროექტებისა, ქალაქში მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება სხვა პროექტები. ჩვენი მიზანია ეს პროექტები შესრულდეს ხარისხიანად და შესაბამის ვადებში. მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს გაბიონების მოწყობას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე. ასევე მოვინახულეთ გაფრინდაშვილის ქუჩაზე სტიქიისგან მიყენებული ზარალი, რომელზედაც უკვე კომპანია მუშაობს და მიმდინარეობს სამუშაოები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. მობილიზაცია არის სრული, მაღალი ყურადღება არის მიქცეული ქალაქის მესვეურების მიერ და ამას ყველაფერს გვაძლევს საშუალება ეს გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც არის ქალაქში 2025 წელს, ისევე როგორც ცენტრალური დაფინანსება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს სამუშაო დროულად იქნება დასრულებული და აქ ცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესებად საცხოვრებელი პირობები.